გესალმებით. დღეს ვისაუბროთ თემაზე თუ რა არის უნაყოფობა. უნაყოფობა არის ორსულობის მიუღწევლობა წყვილში ერთწლიანი რეგულარული დაუცველი თანაცხოვრების შედეგად. უნაყოფობის პრობლემას აწყდება მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით ყოველი მე-6 წყვილი. შინაარსობრივად არსებობს ორი ფორმის უნაყოფობა, პირველადი და მეორადი. პირველადი ფორმის უნაყოფობის შემთხვევაში ქალბატონს არასოდეს არ ჰქონია ორსულობა, ხოლო მეორადი უნაყოფობის დროს ქალბატონს ადრე ანამნეზში ჰქონდა ერთი ორსულობა მაინც, თუმცა ბოლო 1 წლის განმავლობაში ის ვეღარ ორსულდება. უნაყოფობის მიზეზებს შორის გამოყოფდი ქალბატონის მიერ მიზეზებს, მამაკაცის მიერ მიზეზებს. ხშირი არის წყვილში ორივე პარტნიორთან პათოლოგიების თანხვედრა, რომლებიც იწვევს უნაყოფობას საბოლოო ჯამში, მაგრამ ამასთანავე არსებობს უნაყოფობის ისეთი ფორმა, როდესაც არც ერთ პარტნიორს არ აღენიშნება არავითარი პათოლოგია, რომელიც გამოიწვევდა უნაყოფობას, თუმცა ორსულობა მაინც არ დგება. ასეთ შემთხვევაშიც ჩვენ აქტიურად ვერევით და გეგმავთ ორსულობას. ქალბატონის მიერ მიზეზებს შორის გამოყოფდი საშვილოსნოს მილების, იგივე ფალოპის მილების პათოლოგიებს, შეიძლება იყოს შეხორცებითი პროცესი, რომლის დროს ირღვევა მილის გამავლობა და შეუძლებელია დაორსულება, რადგან ქალის და მამაკაცის საცქეს უჯრედების შეხვედრა და შერწყმა ფიზიკურად ვერ ხდება. საშვილოსნოს მილების თანაყოლილი პათოლოგიები და საშვილოსნოს მილის თანაყოლილი ანარარსებობა ან მისი დაკარგვა საშვილოსნოს გარდაორსულობის შემდეგ. გამოყოფდი საკვერცხის მიერ მიზეზებს, რაც გამოიხატება როგორც საკვერცხის მარაგით გამოწვეული პრობლემებით, მაგალითად საკვერცხეების ნაადრევი განდება, ასევე საკვერცხის ფუნქციონირებით გამოწვეული პრობლემები, როდესაც მოლეკული ვერ იზრდება, ოვულაცია ვერ ხდება და შესაბამისად ვერ ხდება კვერცხუჯრედის გამოთავისუფლება, რომელიც შემდეგ ეტაპზე უნდა განაყოფიერებულიყო. ასევე საყურადღებოა საშვილოსნოს, თვითონ საშვილოსნოს და საშვილოსნოს ღრუს პრობლემები, რომლებსაც ასევე შეუძლიათ უნაყოფობის გამოწვევა კერძოდ ემბრიონის იმპლანტაციის დარღვევით. აქ საუბარი არის ენდომეტრიუმის პოლიპზე, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიაზე, საშვილოსნოს ღრუში ტიხრის არსებობა, ან სუბმუკოზური მიომა, კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც შეიძლება მიომეტრიუმიდან საშვილოსნოს კონტროლოვანი გარსიდან იზრდებოდეს საშვილოსნოს ღრუს მიმართულებით, იწვევდეს საშვილოსნოს ღრუს დეფორმაციას და ემბრიონის მიმაგრების შეფერხებას. და ასევე საშვილოსნოს ღრუში შეხორცებითი პროცესის არსებობა, რაც აშერმანის სინდრომის სახელით არის ცნობილი, რომელიც ასევე გამოიწვევს საშვილოსნოს მიერ უნაყოფობას.